საღამომშვიდობისა, ჩვენო ერთგულო მაყურებლებო. დღეს ეთერშია სპეციალური ეთერი. მე მისი წამყვანი ლალი მაისურაძე გახლავართ და ჩვენი მუდმივი სტუმარი ბატონი პაატა აბულაძე. მოგესალმებით ბატონო პაატა. მოგესალმებით და მოგესალმებით ყველა თქვენს ტელემაყურებლებს, ჩვენ ერთგულ ტელემაყურებლებს. რომელიც ჩვენ ყავს უკვე პასტა როგორც მინიმუმ 10,000 კაცი ერთგული მაყურებელი. ეს როგორც სტაბილურად. კომენტარებზეც ეთყობათ ხოლმე, რომ ძალიან მოსწონთ თქვენი ასე ვთქვათ საუბარი და დღეს როგორც ვიცით, რაც ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში, თავისთავად მე მგონი რომ სხვა თემას ვერც გავშლით, ვერც ვისაუბრებთ სხვა თემაზე, დღეს ირანის თემა მინდა რომ თქვენ წამოწიოთ წინ. და ესეთი რამე მინდა ვთქვა. მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ თუ შეიძლება, ხო? ამერიკის პრეზიდენტმა 12 დღიანი ის რომ იყო წინ შარშან, ასე ვთქვათ, დაბომბვები ისრაელსა და ირანს შორის, გვეგონა რატომღაც ბევრს ეგონა რომ ეს აღარ გაგრძელდებოდა და ჩაწყნარდებოდა მათ შორის ეს ესკალაცია. შემდეგ როგორც ვიცით, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ხო რომ მე არ ვიომეფო და არ დავიწყებ ომს, მაგრამ ყველანაირი პირობა არ შეასრულა, ასე ვთქვათ, პირობა. და ამერიკა ისრაელმა პირველმა მიაყენა დარტყმა ირანს, რის შედეგადაც 160 ბავშვია გარდაცვლილი, გოგონათა სკოლა აფეთქდა. ასევე დაუბომბა ეს ბირთვული ისინი ობიექტები, როგორც თქვა, თუმცა დაბომბა თუ არა ეს არ ვიცით უკვე რეალურად. და რა თქმა უნდა, ირანმა მიაყენა უკვე საპირისპირო დარტყმა ამერიკის ბაზებზე, ისრაელს, დაბომბა რამდენიმე ქვეყანა, სადაც ამერიკული ბაზები იყო განლაგებული. ირანი 90 მილიონიანი ქვეყანაა, ხო? და გამოაცხადა ჯიჰადი, იმიტომ რომ მოუკლეს სულიერი მამა ფაქტიურად, ხო? ლიდერი. და ამას რა თქმა უნდა, ირანელი ხალხი ნამდვილად ვერ მოითმენდა და ეს ჩვეულებრივია, ხო? არც უნდა გავკვირვებოდა. ირანმა დააკეტა ჰორმუზის სრუტე, თურქეთში ცადა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აზერბაიჯანის აეროპორტი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცები მოხდა. აქედან გამომდინარე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. Что дальше? რას აკეთებს ხელისუფლება აუსაფრთხოების კუთხით? ჩვენი ხელისუფლება და დანარჩენი უკვე თქვენ. მე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიწყებ, მინდა მიუსამძიმრო ირანელ ხალხს. ეს დიდი ტრაგედია, რაც 168 ბავშვის და ერთი ბავშვი კიდე დაკარგულია, ვერ პოულობენ. ეს ტრაგედია. მაგრამ ეს ეპშტეინური საზოგადოებისთვის არაფერი არ არის, შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში 300,000 დაკარგულია, არ ჩანს ხალხი, მაგრამ რაც გაეროს მონაცემებით ვიცით, არის 40,000 ბავშვი დახოცილი. ამიტომ მაგათთვის ეგ არაფერი არ არის, მაგრამ მე მაინც მინდა ჩვენ მართლა ისტორიულ ხალხს, ისტორიულ ერთს ეს მიუსამძრო ღმერთმა აკმაროს და რაც შეიძლება ასევე მინდა მიუსამძრო მისი სულიერი ლიდერის ესეთი ვერაგული ოჯახის ამოწყვეტა და მინდა უსულო გამძლეობა და ხნეობა ყველა ქართველი ხალხის სახელით. ეს რაც შეეხება ამ საკითხს. ახლა მეორე. უყურეთ რამადანის დროს უკლავ, ანუ ჩვენი პატრიარქი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, უკლავ შიიტებს სულიერ ლიდერს. მე ულოცავ ჩვენს რეგიონს, ჩვენს რეგიონში დაიწყო რელიგიური ომი. აქ რომ რამე მოლაპარაკებები და ეს თემა დამთავრდა, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინის მერე იწყება, რაც იწყება. ეხლა რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეგ კიდე არაფერი არ არის, აი გეუბნებით მე თქვენ. ახლა გეტყვით, ნენერა რომ იყოთ კომპლექსურად ყველაფერს.
დაიწყო, ესე იგი, დაბომბა 200 ისრაელის სამალიოტმა, 300 ამერიკის თავდაცვის ძალებმა. ხო წარმოგიდგენთ რა დაბომბები იყო ეხლა იქ. 500 სამალიოტი რო ბომბავს, წარმოგიდგენიათ იქ რა უნდა იყოს? ხო, ნუ მსხვერპლი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მალადეც ირანელ ხალხს გაუძლეს და მე როგორ გაუძლეს? არც დაბნეულობა, არც რაღაცა ესეთი პანიკა და რაღაცეები პასუხიც გასეს კარგი, მაგრამ გასეს ძველი შახიდებით, ძველი რაკეტებით, ესე ვთქვათ, ახალი თანამედროვე ჯერ მაგას არაფერი არ გამოუყენებია და ასე ირანი ხო? ირანს. აღნიშნა ეს მე მინდა ჯერ მოკლე ინფორმაციის სახით დავთქვა რა. დაიწყეს სპარსეთის ყურეში სახელმწიფოს ვერ მეტყვით რომელიც არ იწვის. დაიწყეს სამხედრო ბაზებით, გააგრძელეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებით და საელჩოებით. სულ ყველაფერს ასწორებენ მიწასთან. როგორც აღმოჩნდა, არც ყატარი და არც სპარსეთის ყურეში არცეთი სახელმწიფო არ ყოფილა დაცული. ჩემ ეპშტეინურ საზოგადოებას მინდა ეს კარგად გაიგოს. რა ვშვებით ახლა? თურმე არ ყოფილა ამერიკის თავდაცვა გარანტირებული, კაცო, რა ვიცი, უყურეთ რა, სპარსეთის ყურის ყველა ლიდერი რეკავს ეხლა, აი, უკვე შემიძლია მაგით თქვა, ჩემ მთავარ სარდალთან მოსკოვში და შენი ჭირიმე არ იქა გვიშველეო, კაცო, ესენიო, იმიტომ ყავდა აქაო, რომ ომის დროს უნდა დავეცოდო, ესენი საერთოდ გარბიანო, კაცო, საერთოდ გაიქცნენო აქედანო. მარტო ჯარი კი არ გაიქცაო, საელჩოებიც გაიქცნენო. ანუ მიატოვეს ეს საერთოდ ამერიკული და ეპშტეინური ეს მოსულა, ეგ პირველი შემთხვევა არ არის და აქ ვლაპარაკობდი მაგაზე. გაიქცნენ, მიატოვეს ეს ქვეყნები. მაგრამ დაჩნენ ეხლა რა შვებიან? ესე იგი, ჰაერი არის პირწმინდად უკვე ირანისთვის აი ეს მოსუფთავებული და რაც გინდა ქენი ეხლა მანდა. თუ სადმე ტრუბა, თუ სადმე ნავთობ გადასამუშავებელი ქარხნა, ყველაფერს ანადგურებენ. ვეკითხები ეხლა მე ამ ხელისუფლებას. ბიჭო, აგერ არ იყავით ერთი თვის წინ, კაცო, რომ გიმტკიცებდით არაბული სამყარო, კაცო, დაცულიაო, სამხედრო ფლოტებითო. აი ეს ამერიკის შეერთებული ჯარებითო და რაღაცა სიგიჟეებს რომ მიყვებოდით აქა. ეხლა როგორ ახართ, ბიჭებო? ეხლა რა შვებით? მე მგონი დამთავრდა ეგ თქვენი ეპშტეინური რაღაცეები, რა ვიცი, გარბიან. ისეთი მოძუძგეს იქიდან. აი ამ ამერიკელებმა რა, ავღანეთში კიდე აეროპორტამდე მაინც მივიდნენ. აქედან საერთოდ გაიქცნენ, კაცო. ეხლა გეკითხებით, არ ვდგათ ბიჭებო, რავი, ხوار დავისვენოთ დუბაიში ხوار წავიდეთ დასასვენებლად, რა ვიცი. კაი სასტუმროებიაო გავიგე, ისეთი მაგარი სერვისები ქონიათ იქა. არ ვიცი რა, ესე იგი, ხوار წავსულიყავით, რავი, ჩარჩა ქალაქის მერი, თამარ კიკნაველიძე, ხალხი. აქ ყველაზე მთავარს გეტყვით რა, ეხლა ლალი. რომ ისულიყავით ეხლა მე, ჩვენ, მანდა და დუბაიში, აი რომ მეთქვა ეხლა მე კალვაძეთვის დამერეკა დუბაიში და მეთქვა, კახა დააწექი ეხლა მაქედან, ხვალ უკვე რაღაცა იწყება მანდა ომი. თქვენ რა გონია ის რა სიტყოდა? ესე გადააგდე და ტელეფონი ეს გიჟია ვიღაცა უიტყოდა. ეხლა როგორ ახართ? ის ხალხი იქ რო ისვენებდა ვერც კი წარმოედგინათ რომ იქ ჯოჯოხეთი დაიწყებოდა მეორე დილით. ან იმ საღამოთვე. ანუ ამ ხალხის კიდე გეუბნებით აქეთ მინდა გონებაზე მოვიყვანო მეთქი, ამის თქმა მინდა, კაცო. ეს არ დამთავრდება, კიდე გიდასტურებთ. თუ გინდა გიჟი მედახით მაინც შეჩეულიო მაგ სიტყვას. ბიჭო, ჩემი თაობა ამ ომის დამთავრებას არ მოესწრება, კაცო. ვერ მოესწრება, ფიზიკურად ვერ მოესწრება, ხალხო, კი არ გაშინება. ბიჭო, უყურეთ, რატო გეუბნებით რა. უყურე.
აგერ გუშინ ესვერმა გააკეთა განცხადება. სირიაში რომ იყო 10,000 იგილი, ანუ ისლამური სახელმწიფო ტერორისტული, რომელიც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიაზე. ხომ? დღეს უკვე არის 91,000. თქვენ გესმით ახლა რას გეუბნები? ეხლა სად გამოჩნდება ეს ხალხი? მე ხوار ამას ამობენ ბირთვული ქვეყნების სპეცსამსახურები, კაცო. სად აღმოჩნდებიან რომელ ტყეებში რა ტერაქტებს მოაწყობენ? ეს პროცესი დაიწყო მეთქი, იქნებ შევიდეს ამათ ტვინებში, კაცო. მე ხო ის ასე ეს კაცო რას გვაშინებს, ბიჭო, რავი, ეს ეგონა არაბებსაც, კაცო. ყატარელებს, რავით, იმათ, საუდის არაბეთელებს, რავი, ეგონა დაცულები იყვნენ. თულმე, ჩემი ფეხები არაფერი არ ყოფილა დაცულები. ანუ გამოდის რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. რა ქნას? აი ეხლა გავახსენებ, რო გეუბნებოდით. სასტრაფოდ გავაკეთოთ ეს გადაადგილება ჯარის ქვეყნის დაზღვევაზე, ერთი ბათუმის და ერთი ახალციხის მეთქი. კიდე ბევრი ინანებს მაგას, აი როგორ დამცინოდნენ რა. კიდე ბევრი ინანებს ეს საქართველოს აი ამ სიტუაციას. მაგრამ კიდე მინდა დაუბრუნდეთ არ დამთავრები ირანის თემაზე და აი საქართველოს ახლა იწყება მეთქი ჩემი ისა, კაცო. ეხლა გეტყვით კიდე რა. ისრაელში თლათ ესე იგი არ ყოფილა ეს გუმბათი რაღაცა ორკინისო, აბჯარიო, აბჯარი ბამბის ყოფილა, კაცო. ვისაც არ ეზრება სულ ყველაფერი შუა იქა. სამხრეთ და აქ ყველაზე მთავარი რა მოხდა? ახლო აღმოსავლეთის ისლამისტებმა, ნორმალურებმა, არანორმალურებმა ყველა ნახა ერთი რამე. თურმე პირველი შეიძლება ამერიკის ბაზების დაბომბვა, ეს ერთი, ამერიკის საელჩოების დაბომბვა, ეს ორი, ანუ ხსნილია რა, ჩვენებურად რო ვთქვათ. ეს გადააბიჯა ისლამიურმა სახელმწიფო, ამას ამ წითელ ხაზს გადავიდა უკვე, კაცო. თუ ვინმეს გონია, რომ ეს დამთავრდება და ისევ იქნება, როგორც დაბომბვამდე იყო, ეს რო დამთავრდა იქა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა. ამას რომ მოყვება და ეს არ გეგონოთ ევროპა. აქ მოუკლეს სულიერი ლიდერი შიიტების. გეკითხებით, შიიტები არ არიან ალავიტები, სუნიტები, ცოტა სხვა ხალხია ეგენი, კაცო. ცოტა სხვა ფსიქოლოგიური ფსიქიკა აქვს მაგ ხალხს. მე არ რომ ცუდია თუ კარგია. მეგონებით რომ ეგენი არავის არაფერს არ არჩენენ, მაგათთვის დროისთვის არ არსებობს. აი ეს პროცესი დაიწყო. ამ დროს თელი შიიტური სამყარო მიტირის, ხო ხედავთ პაკისტანში, ერაყში, რავი, ყველგან გამოსვლებია ტირის თელი შიიტური სამყარო, ეს ჩვენი სულიერი ლიდერი რო გარდა მოკლეს. თავისი 14 თვის ბავშვით. თელი ოჯახი ამოწყვიტეს, შვილები, ერთი შვილი გადარჩა. ამ დროს გამოდის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, ეს წილოსანი რა საქმე მაქავს? და თუ რაღაცა წილოსანი რო არის ეს? გურიენა, გურული. და წერს რომ მკვლელობაო დასაგმობი არ არისო. ამ დროს აი პროსტო არ შეიგინო და ახლა არ ვიგინები კაცო, მაგრამ ამ დროს შენ ქვეყანაში ცხოვრობს 100,000-ობით შიიტი. ამ დროს თელი მუსულმანური სამყარო და თელი კაცობრიობის, აი რასაც ყველა სამძიმარხო უცხადებს და აქ პოლიტსაბჭოს წევრი მართველი პარტიის უკვე აქ ემაზე არა ვიღაცა იქ რუსთაველზე მორბენალმა თქვა. არა კაცო ესო თინა ხედაშეს იყო, ეთქვა, რა ვიცი, ვერავინ ვერ გაიგებდა მაგას. შენ როცა და ამაზე რეაქცია არ აქვს პარტიის თავმჯდომარეს, არ რიცხავ პარტიიდან, არ რიცხავ პოლიტსაბჭოს წევრიდან რატო? ქვეყანა დააყენა საფრთხის წინ, კაცო. ქვეყნის სახელით ამბობს ფაქტურად ამ განცხადებას. მართველი პარტია და მართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია, კაცო. რიგითი წევრი კი არ არის. ის მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარია, კიდე არის პოლიტსაბჭოს წევრი. ანუ პოლიტსაბჭოზე რომ მიიღება გადაწყვეტილება, მე მიდის ის პარლამენტში. ხვდები და ესეთი ადამიანი რომ ამ განცხადებას აკეთებს და ხელისუფლება რეაქცია არ აქვს,
ანუ ეთახმე გავიგე რომ მე გამოვარდა ხელისუფლება რომ ავტეხე ერთი ამბავი რომ დაგმეს გავიგე რეაქცია ამ დედაკაცზე რა არის არაფერი ისე პარტიის წევრია კიდე გააგრძელებს და ხო და ამას ირანის საელჩო უყურებს კაცო ამას კიდე გეუბნებით შეიძლება აქ უყურე როგორ არის რამდენი კიდე დაჯგუფებები შეიკრიბება ხო მაგაზე ვამბობ რამდენი კიდე დაჯგუფებები შეიკრიბება ევროპაში იქ შეიტურიც ამას არავინ არ გაუტარ რამდენი ტერაქტები დაიწყება აგერ თქვენ და აგერ მე კაცო და შენ ამ ქვეყანას ასეთ საფრთხეში აგდებ ეპშტეინ გავიგე რომ ეპშტეინური საზოგადოების წევრი ხარ კაცო მაგრამ ბიჭოს ხო პარტია გაქვს რაღაცა იქნებ დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და მე გააკეთე განცხადება ერთი პრემიერი უსამძიმნებს და იგივე მეორე პოლიცაბჭოს წევრი ამბობს არა იქ მკვდარი იყო ეს მოსაკლავი იყო კაცო ეგაო ეს მკვლელიაო არ არის ეს საფრთხე ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხე ეხლა გეკითხებით ვიღაცა თავ გადახსნილმა შიიტმა ყველას ნუ მოსწოვთ აკადემიურობას კაცო ვიღაცა თავ გადახსნილმა შიიტმა მეტრო რო გაბეროს მეტროს გაბეროს ეძახია საერთოდ ტერაქტი რო ხდება მეტროში ხო მე მეტრო იბერება და იქიდან არც ერთი ცოცხალი აღარ გამოდის ვინ იქნება დამნაშავე ის ვინც გააკეთა თუ ის ვინც ეს გააჩინა და შენ ხელისუფლება პასუხს არ აქვს ხომ მაგაზე არ არის ეს საფრთხე რა სიცხეს ეთამაშებით კაი რუსები გავიგე რომ რუსოფობები ხართ და კაი გავიგე იმათ მათ ისიან რუსებმა ვინებიც ახართ აქ რას ეთამაშებით მოქალაქეები ხართ კაცო შიიტები ერთი ალლაჰ აკბარ და შო დაგიმთავრებს კონცერტს კაცო ნინო წილოსანმა არ უნდა მისცეს თავის თავისუფლება რომ ესეთი რამე თქვას როგორია ხა ჩვენ პატრიარქზე რო თქვას როგორია ვინმეს მოეწონება თანაც უყურებ თანაც რამდენი არალეგალი შიიტი ყავს აქ რამდენი ლეგალი შიიტი ყავს აქ ან გამოვიდა და ბუდიში მოუხადა შიიტებს შენ ვინ კითხავს ბიჭო შენ ჩასვლილ ქვეყანას მიხედი აქ კაცო ყლელი იყო და გავიგე რომ ბრიტანელების დავალება შეასრულა გავიცი ეგენი საერთოდ ბრიტანელებისგან იმართებიან კაცო ეგ ლიბერალური მხარე ზუსტად ვიცი რასაც გეუბნები მაგრამ რაღაცა შესუსტდნენ უკვე ცუდად აქვს საქმე რაღაცა არაბულ ინვესტიციას რამე საფრთხე ხوار ემუქრება არიკა ხوار დავიღუპეთ კაცო ვაი თქვენს პატრონს აქ არ გითხარით რომ ვერ მოასწრებენ ვერაფერი ინვესტიციას მე და როგორ გამართლდა თქვენ რაც ჯერ სადახართ კაცო ჯერ იქ არაფერი არ დაწყებულა ჯერ კიდე უყურე იმ არაბებს უკვე პრეტენზია აღარ აქვს გაზის და ყატარის გაზზე და ნავთობზე ააფეთქოს ყველაფერი რატო ურეკავენ იცი მოსკოვში ეგ ქალაქები აშენებულია აი წარმოიდგინე აი უდაბნოა იქ ხი არ იყო ანუ წყლის ერთი საცავი გააკეთეს რითაც ადგეს და ეს ტექნიკური ქალაქები ააშენეს ერთი აი ეს უნდა რა იქი ესეთი წავიდა და იმ წყალსაც ავწო ბახ და შენი ქალაქი არის უკვე უდაბნო რა ინვესტიცია რა ისინო სად გააწორნ იმაზე ექნება საქმე არ ეხლა რამხელა ტრაგედია ეხლა ეხვეწებიან რუსებს რომ იქ არ დაარტყასო კაცო ჩვენთვის კარგია ბრინჯი არა რას ლაპარაკობ ვაიმე გალი აი ხა გეუბნები სულ დედის ნანასავით მესმის დაიბომბა ამერიკული ბაზები დაიბომბა ამერიკული ისინი საელჩოებით და მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე აი მას უყურო კაცო თურმე შეიძლება აი რაღაც შეიძლება და ეს წითელი ხაზი გაივლო ათი თქვენ უყურეთ ახლა მანდ რა პროცესებით დაიწყება ეხლავე შეგახსენებთ ჩემ იმათ ვეუბნები ქართველებს აუცილებელი არ არის რომ აქედან ხელისუფლებამ რაღაცა წაიკადროს შეიძლება ყველა ქართველი რო სახში ჩავიკეტოთ ასე გადავკეტოთ კარებები და ასე კამერები ჩავთოთ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ აი აქ ავზივართ წარმოიდგინე აი უხატავს სულაც თუ დაჭირდათ აქედან ბრიტანელები ააფრენენ კაცო რაც საჭიროა იმას აქედან კი არა დანი ვასტოკიდან ააფრენეს და სტრატეგიული ობიექტი დაბომბეს სამალიოტები ამიტომ აქ მაინდამაინც ქართულ საზოგადოებაზე არაა დამოკიდებული უკვე შენი უსაფრთხოება
შენ ისე გაქვს ქვეყანა მიყვანილი, რომ მათ შეუძლიათ ეს პროვოკაციის მოწყობა. აქ იმდენი არის უკვე ემიგრანტი, არალეგალური ემიგრანტიც, რომ არაფერი არ უნდა ერთგვარი მაყუთის გადახდა უნდა და აწიეს დრონი, კაცო, რა პრობლემა. რამდენიმე კაცია რატო არ უნდა ერთი კაცია საქმე, არ უნდა თქვენ არის მე ვიცი ეგ ამბავი როგორ კეთდება, კაცო. ერთი მარშრუტკა უნდა, მანქანა მარშრუტკა უნდა გაავლა და გააფრენა დაკოქე, მაგრამ წადი იმან თავის გზა ისინი ის მე სულ სხვა სახელმწიფოდან იმართება, კაცო, მე ის დრონი. ასეთი საფრთხის წინაშე რომ დავდგებით მეთქი ხო გეუნებოდით, კაცო. წადი მე შენ უმტკიცე? არა, ქართულ ჩვენ არ ყოფილვართ. ვის რა შეაინტერესებს შენ იყავი თუ არ იყავი? თუ ეხა შენი ჟენევის კონვენციას დაარღვევენ თუ გაეროს რაღაცა მოხლებს. ამის მაგალითი მოხდა გუშინ, კაცო. ნახეჩევანში გამოვარდა და დასხო ნახეჩევანის აეროპორტს. აზერბაიჯანის. გამოვიდა ირანის საგარეო სამინისტრო მინისტრი და ამბობს, რომ ეს ჩვენგან არ იყოვო, კაცო. მაგრამ ალიევი ამბობს, რომ ჩვენ შურს ვიძიებ, ბიჭო, კაცი გეუბნება, რომ მე არ ყოფილვარ, შენ რომ მანდ ბრიტანელები გიზის, იქნებ ჯერ მაგათ მოსხოვო პასუხი. ასევე გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბოდიშვიხდი და მქონდაო სატელეფონო საუბარიო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთანო. ესე იგი წარმოვიდა თემა როგორი, რომ ერაყის ქურთები, რომელიც 100 ჯერ გადააგდეს ამერიკელებმა, 100 ჯერ მიატოვეს და ახოცინეს ასადის არმიას და თურქების არმიას, ისევ დაჭიდათ ქურთები და იყო მცდელობა ხუთშაბათ საღამოთი, რომ ამათ გადაელახათ საზღვარი ირანის. 1000-ობით. ამ დროს ფრინდება ბალისტიკური რაკეტა სირიიდან იჟის ბაზამდე, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმებით ერდოღანთან. სირიაში აგდებენ ამ რაკეტას და შეგახსენებთ, თურქეთში 2 ატომური ელექტროსადგური უკვე გაპარწყალებული არის. ისე, ინფორმაციისთვის. გამოვდის თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვართ კონტაქტთან ირანის ხელისუფლებასთან, კოლეგებთან, ანუ სიგნალი უთხრა ბრიტანელებს, ეგ პროვოკაცია ჩვენთან არ გამოგივათ. ეხლა უყურე. ბიჭო, ჩვენ სამეზობლოში არის მცდელობა, რომ რაც შეიძლება ფრონტი გაფართოვდეს, ხო, რაც მიზანი არის ბრიტანელების, ეპშტეინელების რა, ამერიკელების, ისრაელის. შენ აქ დგეხარ, აი ეხლა ხელისუფლებას უვლები, შენ აქ დგეხარ და ვიღაცა შენი პოლიცაბჭოს წევრი, აი ამ დავალებას პირნათლად ასრულებს. ტვინი გააქვთ მანდ ვაფშე. თუ ვინმე შეგეკითხება შენ, რომ რა ქვია, თქვენ ხوارისროლეთ შემთხვევით მაკედა? არა კაცო, თვითონ ისვრიან თუ დაჭირდათ, თვითონ. თუმცა ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის ესეთი შეცდომის, სულ შეცდომა. ეს უკვე დანაშაულია, ეს უკვე არის კატასტროფული დანაშაული, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს. ისეთი გამოუსწორებელი შედეგი, რომ უკან აი ვაზრატა როგორ არის ქართულად, უკან დასაბრუნებელი გზა რომ მორჩა. შენ აქ მე ნახე შენ ტრაგედიები ღმერთმა დაიფაროს. ბიჭო, აი რატო ეხლა იცი? ამ კატეგორია ხალხს, რომელიც ეხლა იქ არიან, არავინ არ აყავთ მეთქი, იქ არც ექსპერტი არ აყავთ, იქ რომ უთხრას კაცო, რებს ვარ ვლაპარაკობ. არ ვამობ სახელი და გვარს, იმიტომ რომ აღარ მინდა რა იმ ხალხის კრიტიკა, იმიტომ რომ ისე მიდის დრო, რომ შეიძლება იმ ხალხთან ერთად მე კაცო ერთად გვერდში დგომა დაგჭირდეს. ბიჭო, გამოდის კაცი ერთ-ერთ ტელევიზიაში და ამბობს, ომი დაიწყებაო ირანშიო. სანამ ეს ის მოხდება. არა არ დაიწყებაო. ბიჭო, რატო არ დაიწყებაო? კითხა და იმიტომ არ დაიწყებაო, რომ ტაკერ კარსონსა და ირანის ისრაელში ამერიკის ელჩის ინტერვიუს მერე ეს არის წინაპირობა, რომ ომი არ დაიწყოსო. ესე შემოვიწყი თავში ხელები. ბიჭო, აი ამ ექსპერტების იმედზე ხარ და ეკო თქვა. იმ ხამეს ვერ დაიწყო ომი.
ომი მარტო იქ ირანთან კი არა, ეთქო, რეგიონში დაიწყო ხალხო. მითხარით სპარსეთის ყურეში ერთი სახელმწიფო, რომელიც არ იწვის. ერთი მაინც მითხარით, კაცო. ეხლა რომ შევაფასოთ ამერიკა, ისრაელის და ირანის სამხედრო შესაძლებლობები, თუ იმასაც ჩავთვლით მოკავშირეებიც რო ყავთ, ხო? აი როგორ არის ეს რომ გეტყვი. აქ არის ესე საკითხი. უყურეთ, ეხლა საუდის არაბეთმა უკვე ოფიციალურად შევა ამ კოალიციაში, ანუ ჩაერთობა ომში. საუდის არაბეთი აი რო უნდა და ინვესტიციის შემოტანა, ერთი ვანახებ მაგას რა ინვესტიციებს. ამიტომ ყველაფერი მიხარია, ყველაფერი გამიხარდება, რაც ხელს შეუშლის აქ 6 მილიარდი ნახევრის შემოტანას. ყველაფერი გამიხარდება, რაც ხელს შეუშლის. ჩემი ქვეყანა გადარჩება და მიტომ ჯერ ჩემი მტკივა. ეხლა გითხრათ. უყურეთ. ფაქტია, რომ ამერიკელებს მოუწიათ ის ყველა ამ სპარსეთის ყურიდან ყველა სამხედროების გაყვანა და რომლებიც ასევე გაუნადგურდა, ნახე რაც გეუბნებით, რადარები, რომელიც წინასწარ ატყობინებს აი რაკეტის სტარტს და მიმართულებას. თითო ღირდა 1.1 მილიონი. გაუნადგურა 20,000-იანმა შაჰიდებმა. ანუ მოუწია გასვლა ამ ანუ მიატოვა ეს სპარსეთის ყურებს ყველა ქვეყნები. დაჟე ახლო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდანაც გავიდა, წავიდა ინდოეთის ზღვაში გაიყვანა გემები, ეს ხო კაი ცხოვრებით ხო არ გაყავთ. ესე იგი საფრთხეა რაღაცა. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ გასაგებია, რომ შესაძლებლობა რაკეტების ამის აქვთ, ახლოსაც ვერ მივა ირანი მაგათთან, რაზეა აქ საუბარი, ამაზე ვინ კამათობს. აქ არის კიდე მეორე საკითხი. ჰაერსაწინააღმდეგოს რას უშვებით. იმიტომ რომ შენი ერთი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც ღირს მილიონები, აგდებს 20,000-იან შაჰიდს. ხვდები? შენ გეხარჯება მილიონები, ამას ეხარჯება 20,000. უფრო მეც გეტყვი, ლუმბერგის დათვლით. აი ხა ჩვენ ხო ვლაპარაკობთ ეხლა, აი რამდენი ხანი ძგავა, იფიქრეთ, რომ წამში ამერიკა კარგავს $4,000. წამში გეუნებით. უფრო ზუსტად გეტყვით, $3,761. წარმოგიდგენია რა თანხაზე მიდის უკვე ლაპარაკები? ამიტომ რა თქმა უნდა ირანის მიზანია რომ რაც შეიძლება გაახანგრძლივოს ეს ომი, იმიტომ რომ მაგათმა უკვე რამე უკან დახევა, რამე შერიგება, რაღაცა დალაგებისკენ არავინ აღარ წავა. აქედან გამომდინარე ერთხელ და სამუდამოდ ამოაკვეთინებს ფეხს აქედან. ეხლა რა მაგრამ აქ არის მეორე საკითხიც არის. ისრაელს რა შვებით? როგორ ისრაელი ხვდებით ჩიხური მდგომარეობა როგორ არის? შენ ეხლა ირანს, ხამას, ჰეზბოლას, ნასრას და იმებს გააჩერებ, აწილ გააჩერებს, აქ ვიღაცა, რამე ძალა არსებობს? მაგათი გამჩერებელი ეხლა? ამ შტერების გონებამდე მინდა ეს მივიყვანო. ესეთი რაღაცა რომ აი უყურე როგორც უკრაინაზე რომ მეკაჩავებოდეს 3 წელი, ეხლა იხინებეგო. ეხლა გაყინავენ მაგას. ეხლა ერთ წელიწადში მთავრდება ომი. და რამდენი წელი? ომი კი არ მთავრდება, რამე პირობა თუ ჩანს, აი ნათელი წერტილი თუ ჩანს მაინც რომ დამთავრების. კიდე გეუბნებით არ ხუმრობ, თუ გინდა გიჟი მეძახეთ. ომი ჯერ არ დაწყებულა ხალხო. ჯერ ტოტალური ომი, რასაც ომი ქვია, ეს არ დაწყებულა, მე ამას ყველა იგნორს კაცობრიობაში, კაცო. ბიჭო, იქნებ გონზე მოხვიდეთ ვეუნები, კაცო ამათ. გონზე მოხვიდე როგორ, ხელისუფლებას ვეუნები. ხო, რაღაცას ხო არ გაკრიტიკებთ ეხლა. ვსო, ერთ რამეზე ხო ვთანხმდებით ეხლა ლიბერასტით, არალიბერასტით, ეპშტეინერით, კონსერვატორით, შუაშისტით ხო ვთანხმდებით ერთ რამეზე ეხლა მაინც ხო ვთანხმდებით, რომ თურმე ამერიკის შეერთებული შტატები არ ყოფილა უსაფრთხოების გარანტია. საერთოდ, აი აცლოვა ვაფშე, როგორ არის ქართულად? აი საერთოდ არ ყოფილა. რაღაცა პროცენტებით კი არა, საერთოდ არ ყოფილა უსაფრთხოების გარანტია. არ ჯერა ჩემი გადახედეთ, კაცო.
მიმდინარე. გადახედეთ სპარსეთის ყურეში ტიპები მილიონერები და არაკარგად არაფერი, ბაზებიც ჰქონდათ, ყველაფერი ჰქონდათ. რავი, ფლოტები, ყველაფერი აღარ არსებობს ეგეთ რამე. აღარ არსებობს ერთ კვირაში ხალხო. რამე თვეები კი არ გაგზავნა, ერთ კვირაში აღარ არსებობს. ბიჭო, ამაზე თუ ვთანხმდებით, რომ გარანტიულ რაღაცა ქოლგა უსაფრთხოების ეს უკვე 100%-იანი ვხვდებით. ის აღარ არის. რას უშვებით? არ თანხმდებით უსაფრთხოების ქოლგაზე? არ თანხმდებით კიდე? კიდე ესეთ დებილურ სიტუაციაში ვიყოთ? там ვაკინაღავ შევიგინა შტერი ექსპერტების იმედზე ვიყოთ, რასაც გიჟიანობებს რო ლაპარაკობენ, გიჟიანობებს, კაცო. და იმას გასკივიან, ეხლა იმას ნერვიულებენ, ტრამპს კონგრესში თულა ტექნიკა საქმე თუ არ ეკიდო. ბიჭო, გამოდი აქ, შენ ქვეყანაშია ცეცხლის ჩონი უკვე, კაცო. იმას კონგრესში მოკვდია პატრონი, კაცო. შენ აქეთ მიხედე, კაცო, შენ ქვეყანას, კაცო. ის რასი ხალხის გონებას რითი აკავებ? კონგრესში ეხლა ტრამპს დაერხება თუ არა, ფეხებზე მკიდე იქ რა დაერხება ტრამპს. შენ აქ მითხარით, შენ ამ ცეცხლს როგორ აჩერებ? შენ რო არ გადმოგედოს. ხო, აი ფაქტი, გაეროთ შეიკრება, უშიშროების საბჭოც შეიკრება. რავი, იმათმაც დაგბეს, ამათმაც დაგბეს, ცეცხლი არ ჩერდება. ცეცხლი დაინთო. ესე იგი ძალიან გრძელვადიანი იქნება ეს ომი. რა თქმა უნდა, ჯერ ხო ჩვენ არ ჩავთვლათ, ჯერ ხო არც კავკასია ჩართულა. ჯერ ხო ეს ბრიტანელების გეგმებში კიდე ჯერ არც რუსეთი და ჩინეთი. რა თქმა უნდა, ეს ერთი კვირაა რაც დაიწყო, კაცო. ეხლა ნელ-ნელა აცალეთ. პარალელურად დაწყებულია პაკისტანი, ავღანეთის ომი, კაცო. ბიჭო, რა ვიცი, მარტო მე მელანდება ეგეთ რაღაცეები თუ რა არის, კაცო. იქნებ რაღაცაზე რო ვყვირივარ, ბიჭო, ამ წმინდა სინოდს რო ვეხვეწებით და კი აკეთებენ განცხადებებს. დროზე შევიკრიბოთ, კაცო, შეიკრიბეთ, მე რა უნდა შევიკრიბო. ვინც საჭირო რესურსია, ხელისუფლება გამოიყენე, კაცო, ხვალ გვიან არ იყოს ემანდ, კაცო. არ ეროდებოდა აზერბაიჯანით, მაგრამ ნახეჩევანში ჩამოვარდა, კაცო. ბიჭო, რა გითხრათ ახლა მეორე და? არც არაბეთის და ყატარში და ბაჰრეინში ეროდებოდა, ხალხი გულაობდა, კაცო. ბატონი კახი კალაძე დუბაიში მართლა დაბადების დღეზე იყო თუ კი, არა, დაბადების დღეზე იყო მეუღლესთან და თანხლეპინებთან ერთად. გაუჩნდა კითხვა, რომ შეიძლება რაღაც მოლაპარაკება, რაღაც სხვა საქმიანობასთან. არა, ახლა ზუსტად ვიცი და მაგი მაინც ვიცი, კაცო. ჩავიდა ჩოლება და აი ხო გეუბნები, კიდე კაი მაგალითია რა. აი იმ დღეს ერთი წინა დღეს რომ თუ კახა, მოდი რა შეწყვიტე ეგ დაბადების დღე და აგერ ჩამოდი რა. რატო და რავი, რაღაც გული ცუც მიეგზო, შეიძლება მან ომი დაიწყოს. დედის უსპიცა ვარ თუ არ ეთქორეს გიჟია ვიღაცაო, აქაც მომძებნაო კაცო. აღარ აიღო მაგის ხურმილიო ეთქვა, შეიძლება ამიკიშის ეთქვა. ბიჭო, ამას გეუნებით ხალხო, თქვენ რო ვერ წარმოგიდგენთ ის რაღაცები ხდება მეთქი კაცო. ის კურიოზით მოხდა ხო იცი იქა. ასი არის ერთი დუბაიში სადღაც წამოწოლილი პლიაჟზე რა, უკრაინელი. ეთქობა გამოქცეული რა და რაღაცა რო აფეთქა და ჩომრად и тут русские საწყალის მაიციკარი პანიკაშია კაცო. ხო ნუ მოკლედ ესია რა. რატომ ბიჭლალი უყურე ეს აღარ არის მართლა აღარ არის ხალხო სახუმარო. ხვალ არავინ არ ვიცით ბიჭო, ხო არ გეუბნებით კიდე სხვა ინფორმაციებს. მირეკავენ სხვადასხვა საქართველოს ტერიტორიიდან და პატარა რამ გადაიფრინა ეს რა ხმაური იყო. ბიჭო, არ მინდა ხალხი და ნუ ეთამაშებით სიგიჟებს. არავინ ჩვენი პატრონი აღარ არის. უფრო მეტ გეტყვით, დაჟე დიდარი ქვეყნის პატრონებიც აღარავინ აღარ არის, კაცო. ბირთვული ბომბის გამოყენების საშიშროების უყურე ლალი. როცა შენ სულელი ლიდერის გამო ყვდები, შეხდები შახედი. ხვდები, ანუ ეს ეგრევე, ანუ ჩვენი მორთო თქვა 60-ში ხვდები. თუ კი დაინახავს ირანი რაღაცას, თქვენ რა გონიეთ იქ ატომურ ბომბს არის, ატომურ ელექტროსადგურს არ დაბომბავს? როგორ არ დაბომბავს? თუ ისინი პაკისტანმა მგონი უთხრა კიდეც, ხო რომ დაგეხმარები და დაგიდგები. ხო, თუ იმათმა გამოიყენებსო ისრაელმა. მაგრამ თუ კი შენ მერე გამოიყენებ, შენ გონია ირანელებს მაგით გულს დაწყვიტავ, რომ დაუშვათ ირანში რომ გამოიყენო? პირიქით, მაგათთვის ეგ არის ისა, კაცო. მინდა ეს ხალხმა სწორად გაიგოს, აი საპანიკოდ კი არ გაიგოს, უკვე რასაც ადრე გეუბნებოდით, ეხლა გეუბნები, ეს უკვე დაიწყო.
ანუ აქ ჩვენს ეხლა თუ არ შევწყვიტეთ, საგანგებოდ არ შევწყვიტეთ ერთმანეთის სიძულვილი, სასწრაფო წესით აღარ აქვს მნიშვნელობა შენ რა ფლანგზე ხარ, ის ამერიკა გიყვარს, რუსეთი გიყვარს, რავი, ცისფერი გიყვარს თუ ტრადიციული გიყვარს, ამას აღარ აქვს აბსოლუტურად მნიშვნელობა. კი, მაგრამ სახელმწიფო აიხლა დუმს, ხო? მარტო ესეთი სულელური გამოსვლების რა ქნას ლალი შეგეკითხებ? აი რა ქნას? აი, ხოდა ესეთ კითხვას დაგისვათ. თქვენ ახლა რომ იყოთ სათავეში. რა იქნებოდა თქვენი სტრატეგიული სვლა? აი, რას გააკეთებთ? ღმერთმა გისურვე, მე რო ყოფილიყავი. აქამდე აი ამ ჯარს რო გადავიყვანი თურქეთის საზღვარზე რო დავაყენებდი ერთს. მეორეს რო გადმოვიყვანდი ახალციხის საზღვარზე შიტის რძეს არ მოვაკლებდი, ემან არ გადაიფიქრო იქიდან წასვლა, კაცო. რასაც დიდი ხანია ამბობთ და საერთოდ უფასოდ მეყოლებოდა იქ. რა ის არენდა, კაცო, პირიქით, მაიტ არ გადახვიდე, არ წახვიდე, კაცო, იყავი. რა ის წახვიდე, თუ სასონხეთი აზერბაიჯანის საზღვართან დადგები, მაგაზე დიდი მადლობა, კაცო. რამხელაზე აზღვევ ქვეყანას წარმოგიდგენია და რამხელა საქმეს უკეთებ იმათაც. შენ ხო ამ ბაზებით ხო იმ რუსებს აკონტროლებინებ თელ ახლო აღმოსავლეთ, ისეც აკონტროლებენ. მაგრამ აქედან უკვე პირდაპირ აკონტროლებინებ როგორც კავკასიას, ისე ახლო აღმოსავლეთ. შესაბამისად შენ ხდები მეთქი იმ რუსებისთვის სხვა არ არსებობს უკვე. ფაქტია რომ სხვა ფიზიკურად აღარ არსებობს. ხდები უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა ვიდრე ერთად აღებული აფხაზეთი, სამაჭაბლო, რაღაც სიგიჟები რო ხდება ამ ტერიტორიაზე. ვის რა სიკვდილად უნდა მაგათი ან დამოუკიდებლობა რაღაც თუ კი შენ ამხელა პრობლემას, ამხელა მნიშვნელოვან საკითხს უწყვიტავ. როგორც სახელმწიფო გაეროსგან აღიარებული. თქვენ გესმის იმ აფხაზებს რომ დაუძახებთ და რომ ეტყოდა, ნუ კაცია ცუდა. всё, ხარე. თუ რა სიტყვენ აფხაზები? არა, ჩვენ დამოუკიდებლობა გვიდა. თუ რა ომზე უწყებდე? ამდენის გაგება არა გაქვთ რომ ბიჭო ამ ლობჯარია შიშით და ამ ეპშტეინელების შიშით ეს პრობლემა რო გეუნებოდით დააზღვიეთ ქვეყანა. დააზღვიეთ სუკა ქვეყანა, დააზღვიეთ. ხო გამოწვდა რომ თულმე ის რის იმედით ჰქონდა თვითონ არაბების იმაზე ხო ნახეთ რომ აღარ არსებობს, ეგ უკვე აღარ არსებობს. გაიქცნენ იქიდან. პაზორნად გაიქცნენ. არ გაიქცნენ? სად არის ამერიკული ბაზები? არის არსებობს უკვე. დამისახელეთ სპარსეთის ყურეში სად არის ამერიკული ბაზა? აღარ არის. და რა შევით ახლა ჩვენ? შემდეგი სვლა რა იქნებოდა? ეს საკმარისი იქნებოდა. არაფერი იქ უკვე ჩემთან კი აღარ იქნებოდა პრობლემა. ბირთვულ ქვეყანასთან იქნებოდა პრობლემა, კაცო. ვინმე აქ რამე გაებედა ან ბრიტანელებს, ან რაღაცა. რა თქმა უნდა, იმასთან იქნებოდა პრობლემა. ეგრევე მოხდებოდა პასეიდონი იმ კუნძულს. შენ ხდებოდი უკვე უსაფრთხო ქვეყანა. ხდები ერის გონება იქნება დაწყნარებული იმით რომ შენი პრობლემა აღარ ხდება. იმის პრობლემა, ბირთვული ქვეყნის პრობლემა ხდება შენი პრობლემა. თქვენ როგორ გონიათ რასიდან ბრიტანელები? ვინ გაბედავდა საერთოდ აქ რაღაცის დრონების აფრენას, აქ რაღაცა ჯერტი თელი სადაზვერო ისინი იქნებოდა, ჩალი კოსმოსული იქნება დაცული. რა სიგიჟია ესა? ისე მე როდის თანგიზა იყო მაშინ თქვენ არ იყავით. ისე არ მოვიდეს დრო, სახვეწარი გაგვიხდეს რაღაცის ფასად, აი ეს გავაკეთოთ. ფიზიკურად რო გადავჭით. და სანამ კიდე დრო არ იმეთი გეუბნებით დაიკეტება ეს ფანჯარა თქვენ შემოძაღლო რატო არ გიჯერავთ? ხო ხედავთ კიდე გეუბნებით ის რუსეთი აღარ არის, კაცო თქვენ რო გონიათ, სულ უცხოა, ჩვენც უცხოართ მაგათთვის. თაობა წამოსული ბიჭო არა შეხება. არ აქვს ცნობენ არც იციან. ხო, ისინი გიყურებენ როგორ იცი რომ უყურე ნახე იქ ეხლა ის რო იყო სამალეტების დუბაიდან თავის მოქალაქეები რომ მოყავდა იქ გაეპარათ სიტყვა მაინც. რუსეთმა ისაო სანქციების მიუხედავათო მოუწიაო რაჟდებნეს გადაფრენაო მტრულად განწყობილი ქვეყნებზეო. და საქართველოს აღდგეს. აი თუ გული არ გამიჩერდებოდა არ მეკონდა რა და მე კი რაც შემედლო ხა გუში რიანოვოსზე იყო ჩემი ისა ვეუბნებოდი არა კაცო მე ოთხარი ხა თქვენ ნუ აბუქებთ და მოკლედ როგორც არის რა მე ოთხარი რაკნან ამ ჩვენმა ხელისუფლებას მეთქი რომ ბიჭო რა საშუალებებიც აქვთ იმას აკეთებენ მეთქი რისი მეცაც ნუ მოვთხოვთ მეთქი რა და ნუ გავიგე ხა მე ვინ მისმენს კაცო
მე ეხლა ადრე კი რაღაცას გიჟიანობდი და მეუბნები, მაგრამ ეხლა მაგის დრო აღარ არის. ეხლა არის ეს ქვეყანა როგორმე შევინარჩუნოთ აი რაღაცნაირად. კიდე გეუბნებით, აგე წუხელ გათენდა და ნახიჩევანის აეროპორტს, რა ვიცი, მოხდა. ჩვენ ქვეყანაში ბომბი რომც არ ჩამოვარდეს, მარტო იქიდან წამოსული ლტოლვილები და ეს ხალხი ალეკაციანად საქართველოს. თურქეთმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თურქეთმა მიიღო ახალი დოქტრინა, ცვლილებები შეიტანა ახალი დოქტრინა სამხედროს და თქვა, თუ კი ქურთები გადალახავენ ირანის საზღვარს, ქურთები მაგათი პირდაპირ მტერი, სხვათა შორის სირიელ თუ ერაყელ ქურთებთან აქვს მაგათ დალაგებული, კარგად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე პრობლემა ხდება. თუ გადალახავენო ირანის საზღვარსო, ვიტოვებთ უფლებას, რომ ჩვენს გადავლახოთ ირანის ტერიტორია და შევუტიოთ ქურთებს. ანუ ხვდებით, ვახ, როგორ ვიცი რაღაცას. უყურე, რატო გეუნებით რა ხალხო? აი, შეიძლება დღეს ხო ისე ვზივართ. ხვალ გავიღვიძოთ და საერთოდ სხვა სურათი დაგხვდეს ახლო აღმოსავლეთში. ყოველ წუთას იცვლება ხო? ამ დროს ვეუბნები ბიჭო, ამ დროს ის რაც თქვენ რაღაცა ილუზიებში რო იყავით 34 წელი, ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენ მაინც არ დაგელაპარაკებიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ერთი რამე გააკეთოთ, კაცო. გამოიყენოთ რესურსი, რომელიც აი პირდაპირ გამოიყენოთ ის რესურსი, ვისაც შეუძლია მძიმე კარებების გაღება მოსკოვში, ვისაც შეუძლია დღეს იტყვის და ერთ კვირაში უკვე შეიძლება ჩემს თავარსადას შეხვდეს. აი დღეს იტყვის, ერთ კვირაში თავარსადას შეხვდება. თუ საგანგებო იქნება, მეორე დღეში შეახვედრებენ. არიან ესეთი არიან მეთქი იციან ბრწყინვალეთ. ამის ყველაფრის საქმის კურსი არის პატრიარქი, საპატრიარქო პროსტურად. ხვალ გვიან არ იყოს ის ვინც გააგზავნეთ კაცო ეს განათლების მინისტრი ყოფილი, არაფერი არ არის იმას, არ ელაპარაკებიან მეთქი, ბიჭო რა ვერ გავაგებინი ამ ხალხს კაცო. იმას ელაპარაკებიან ესე პროტოკოლით. არაფერი იქ არ წყდება. მეტი რა გასაგებენაზე გითხრათ ხალხო. წვიტავენ ძალოუნები მეთქი, ბიჭო რა გავაკეთო მე. აი მარტი მაგალითს გეტყვი. საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე იყო დეპორტირებული. წარმოგიდგენია რუსეთის საპრეზიდენტის აპარატიდან მითხრეს ძალოუნების თუ დაითაყვება მე თანახმაო რომ მაგას დეპორტი მოუხსნათო. და ვერ მოუხსნა. რუსეთიდან იყო დეპორტირებული. ხო, ხო და არა, ძალოვნება ვერ გააკეთეს. ანუ რუსეთის პრეზიდენტის აპარატიდან დავითახმეთ. მაგრამ ძალოვნები ვერ დავითახმეთ. ანუ ხდები რისი თქმა მინდათ ხალხო? შეიძლება იმ პრეზიდენტის აპარატში, მაგრამ დღეს გეუბნებით ერთი დიდი მანქანა ამეთქეს. აი დიდი მანქანა ეს რუსეთი. ჩვენ ამ მთავრობამ საერთოდ ვინმე სცადა მოლაპარაკება? არა, ცადი და გადააგდეს. ჩინეთიც გადააგდეს და რუსებიც გადააგდეს. ამიტომ არ ელაპარაკებიან, მაგრამ ერთადერთი რაც შეხლა მაგათ შეუძლიათ გამოიყენონ ყველა რესურსი. ყველა დონეზე. და რაც შეიძლება სწრაფად. რაც შეიძლება სწრაფად, რა ვიცი, ხვალ გვიან არ იყოს. არავის არ ვაშინებ, ბიჭო, ეს ეგონა ბახრეიშიც და ყატარშიც, კაცო. რა შეშინება ჩვენ ხედავთ სურათი ნათელია, ხედავთ ყველაფერს რაც ხდება მსოფლიოში. წინა გადაცემაში არ ვამბობდი. თუ ყველაფერი აქეთ გადმოიწევს მეთქი ხო ჩემი სიტყვებია, კაცო. ჩემი გარდაუვალიაო, თქვით კიდეც ეს ყველაფერი. ეს არის გარდაუვალი პროცესი. ეხლა ყველაფერი აქეთ წამოვა მეთქი. ბიჭო, რავი, გეუნებით მეთქი. ახლა კიდე გეუნებით. სანამ კიდე დრო არის. მე ხوار გეუნებით წამოსახში რუსმანი მიმიჭედე, კაცო, არ მჭირდება არაფერი, კაცო. არის რესურსი. დღეს იტყვის, ხვალ თავარსარდას შეხვდება. ჩემ თავარსარდას შეხვდება. ყაბელაშვილი არ იქნება ჩემი თავარსარდალი, სანამ არ მოინანიებს იმ ეპშტეინელს რომ იწერა წერილი, ერის სამარცხინო წერილი რომ იწერა, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან ვახლობლობ, არასდროს არ ვაღიარებ მაგას როგორც ჩემ თავარსარდალს. ესეთი პაზორნი და ესეთი თავდამცირება, რაც მაგან მიაყენა ისტორიულ ერთს, დაგვინახეთ, აქავარდო. მიშა, რა კიდე გინდა დაგინახოს, გააკ კიდე სურვილი რომ დაგინახოს. რამე სურვილი გააკ? რავი, კითხება ეთი თქვენს ყოფილ ინვესტორებს. უნდათ კიდე მაგის დანახვა. რამეს ამას რომ ვიმით გიშ მეძახოდით, არა? ვინა ეხა გიში?
მე თუ თქვენ მთელი 34 წლიანი ეს ეპშტეინური საზოგადოება ვინ გამოვიდა გიჟი ხო გითხარით წინაკვირას ეს აქამდე მივამეთქი და ვინც ექსპერტები ყავთ ისინი გეუბნებოდნენ არა ომი არ დაიწყებაო ომი როგორ დაიწყება აგერ ტაკერ კასტორმაო ინტერვიუ აიღო აიმე დაჟე კომენტარებად სიგიჟია უკვე რა ასე ხარ ამას ბიჭო რო კითხო ეგ არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი კაი ეგ რო არის არბელა ვიღაცამ ხომ მიანიჭა ეგ სტატუსი აი დადგა აკადემიური საბჭო განიხილეს რაღაცა და თქვენს რომ ეს არის ჩვენი კაცი და ამას უნდა მიენიჭოს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი დონე ნახე რა და ის ვისაც მიანიჭეთ ბიჭებო წინა კვირას მიმტკიცებდა რომ ომი არ დაიწყებოდა და მიზეზი რა იყო ომის არ დაწყების ტაკერ კასურის ინტერვიუო ხდებით დონეს აი დაცემის დონე ნახე რა პოლიტიკური ნუ არიან ესეთი ადამიანები ხომ არა ეს არის სამწუხარო ლალი ეს არის სახელმწიფო ეს საშიშია მეთქი კაცო დასაცინათ არ რომ საშიში ხდება მეთქი კაცო ვისაც არ ეზარება მეთქი როგორ ყველა სადაზვერო სამსახურები აქ დაბოდიალობენ კაცო არანაირი განცხადებებიც არ ისმის აი ეს ხალხი არ ვიცი ასეთ სიტუაციაში ვართ თითქოს ჩაკუდა ყველა ნორმალური განცხადება არ არის თორე აბატონო ნინო წილოსანმა ნინო წილოსან ხო ნინო სახელდამა მაგანტი გაგვახარა და ხო აი რაღაცა სისულე ამ შემთხვევაში მე რო პარტიის თავმჯდომარე მაგ ყველას დავიბარებდი და მიწვევდი პრემიერ-მინისტრი ჩემს გარეშე ყველას გიგზავნებთ რამე კომენტარების გაკეთებას ამ საკითხზე არის ერთი ხაზი სტრატეგიული პრემიერ-მინისტრის გამოვიდა ლამაზად ყოხტად გააკეთა განცხადება მიუსამძიმრა ერთ მხარეს მეორე მხარეს ყოხტად ლამაზ სო ამ დროს გამორბის მერე მაგის პარტიის წევრის იგივე ჩემი პარტიის წევრი პოლიცაბჭოს წევრი გამოდის ეგაო კლელი იყო კაცო ეხლა მე რო ირანელი ვარ ესე ხომ მიჯერავს ორი განცხადება ორივე ოფიციალური ამ დროს ვიღაცა გაუნათლებელი, რავი, კბილებ გაუხეხავი ხო არიან კაცო ვიღაცა რა და კითხულობს რომ აი ახლა რამე და წავიდა რაღაცა გააკეთა. იმას კი არ დავადანაშოლები. ნინო წილოსანმა გააკეთებინა, აიძულა რომ გაეკეთებინა კაცო იმას. კარგია რომ ირანის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება რომ ჩვენი სამიზნე არ არისო საქართველოში ამერიკის საელჩო. ამერიკის საელჩო კი არ შეეცოდა. არც ამ ხელისუფლების დამსახურება თუ სიმართლე გაინტერესებთ. უბრალოდ არ მაქვს უფლება ეხლა ხმამაღლა ვთქვა. და გეუნებით გამოიყენეთ ეგ რესურსი. მეტი რა სიკვდილი გითხრათ, კაცო. თქვენი დამსახურების გამო არ გაუკეთებიათ ირანის ხელისუფლებას. ეხლა ესაც არ უნდა მეთქვა წესით რა, ეხლა მომხდება მაგის გულისთვის. მაგრამ ბიჭო, არის ხალხი მუშაობს და რაღაცას აკეთებენ, რომ ქვეყანას რაღაცა ააცინონ. რაღაცა ჰაერი გადაფარონ, ვიღაცამ რაღაცა არ წაიკადროს ამ ქვეყნიდან, კაცო. კიდევ კარგი რომ ესეთი ხალხი. ხო, მაგრამ შენ რო ესე მაპატიე და ფეხებზე იყიდებ და უკაცრავად რა, ყველაფერს აქვს ზღვარიც. და ვინ ახარ ვაფშე? გამოიყენე რესურსი, რას უფრთხილდებით? ლობჯერესი გეშინია? თუ ეგეთი არ ახარ შენს მაგ იდეოლოგიის რისი გეშინია? და ხვალ რაღაცა მოხდეს მე რა ვთქვა? ლობჯერეში მეშინდა. მე კოლექტიურად ვამბობ, კაცო. რუსთაველი რო დარბიან იმათი მეშინია? სხვათა შორის კადრები გავიდა გუშინ იცით თქვენ თუ არა რუსეთის პირველ არხზე. ORT-ად როგორ რუსიადინ კი არა ORT-ზე. კადრები გავიდა ირანის ცეკვა ტაშფანდურები აქა ირანის საელჩოზე. ეკითხებიან ჩემ ახლობელს იქ იყო ერთი სტანისლავი ერთი და ეკითხებიან რომ დაჟე დათვალეს ბიჭო აი როგორ არ დაეზარათ რა რამდენი ადამიანი რამდენი დათვალეს ეხა უყურეთო რა სტანისლავ გავარეთ там იქაო 26 ადამიანი დგასო რა დავიჯერო ეხა საქართველოს ხელისუფლებასო არ შეუძლია ესენიო რომ ირანის საელჩოდან მოაცილოს რაღაცა ისროლეს რა ირანის საელჩოს ხო და აი ცეკვა თამაშიც უბრალოდ ვერ ხვდები აი რანაირი გამოხატვა იმ წუთში გაიხსენეს მერე ხო აქაო ამერიკული ისინი დაჯდაო სამალიოტებიო იმ წუთში მოაყოლეს გაიხსენეს ბიჭო რატო ახსენებინებ ხარ ხო
აი, просто პონტი მითხარით, აი, რას გაძლევთ? ქვეყანას წინ დაადგება ესა? რამდენი გამოდის და ამბობენ რომ ომი გვინდა, უნდა გავიგე. ხიდაშელი იყო, ხო? ხო, ის დეგენერატია კაცო. ჯერ მაგის უნამუსო. მაგან დაღუპა ის ბიჭები, მაგის შვილები. მაგის მართლა ის პორნო ვიდეოები როა გადაღებული, მაგის საძის ღარქალ, აი პირდაპირ მტერს რა. როგორ უჩილკავენ ეს ჩვენი ეფშტეინელები? ესაო, ტაივანში კი არა, პორნო ვარსკვლავია, კაცო. რა კადრები არა გვაქვს ნანახი თუ დებილები ვზივართ აქ. კი თუ შვილ თავი მოჭერა, კაცო. ქმარს თავი მოვდა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ეგ მამაზაღლე, თელი ოჯახია მტერი, ბიჭო, გენეტიკური მტრები არიან ამ ქვეყნის. ეს ტაივანში, რა ის ტაივანში, კაცო, გარყვნილი ერთი გათახსირებული ერთი ქალია, კაცო. ამიტომ ვამბობ, ლალი, ნუ ვეთა მაშებით ცეცხლს. პროცესი არის ყველას წინააღმდეგ, რელიგიური ომი. არავის შენი უკვე არც ირანის ისა მერე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მერე ისე მოხდება კაცო. ვიღაცას მოიყვანენ ამერიკაში, ის ვიღაცა იტყვის რომ კაცო მე რო პრეზიდენტი ყოფილიყავიო, ირანთან ომს არ დავიწყებდი. ეს ომი ჩემი არ არის. და რო დაახვევს აქედან ასე დაგიქნევს ხელს. რატომ იცი, ბიჭო, ძალიან განვითარდა ახლო აღმოსავლეთი. ძალიან გამდიდრდნენ ტექნოლოგიურად, აი თავის სპუტნიკები ყავდა, რაღაცა რობოტები და ავიდა, მაგრამ და პატარა გონზე უნდა მოვიყვანოთ. ახლა სანამ ესენი ომს დაამთავრებენ. სანამ ესენი მე ამ შენებლობებს დაიწყებენ. დედა ბიჭო, ამას წლები დაჭირდება კაცო. ამიტომ იმათი მიზანი რაც არის ვიცით კაცო. გასაგებია, ეხლა ყველა დაებადება ერთი კითხვა, რუსეთი ეხმარება თუ არა ჩინეთს. როგორც კი არ დაეხმარება დამიჯერეთ რუსეთი ან ჩინეთი ირანს, პირობას გაძლევთ სულ ცოტა 20 დღეში ირანი დაშლინა ეგრევე რა. ამაზე მეტი არ შემიძლია თქვა. ვისაც ვინც სამხედროა და ვინც ის ყველა მიხვდება, კაცო, რა ხდება გომრის ბაზაზე, რა ხდება კასპიის შავი ზღვის რა თქმა უნდა, წელი სადაზვერო სამსახურები და ყველა, აბა როგორ ურტყავენ ტოჩკებში, კაცო. ირანმა ისიც კი თქვა, რომ მეო ჯერო ძველი ისინი ბომბები გამოუშვიო ისინიო, რაც მქონდა შენახულიო და თქვენ ჯერ კიდევ არ გინახიათ ისეთი მაქვსო ტილები თაქტიკები. კი, სხვათა შორის ისრაელში რომ აფეთქებები რომ იყო, აღნიშნავდნენ იქ რომ რაღაცა ისეთი რაკეტებიაო და ისეთი ბომბებია უცნაური რომ ვერ იგებდნენ იმ დონეზე ღრმად აფეთქებდა იმ შენობებს იმ უყურეთ ხალხო კიდევ ომის თემაზე ჩვენ როგორ აქვს თუ საზოგადოებაში წამოვიდა მაინდა-მაინც ომის თვითონ კომპლექსურად განხილვა მე ერთი გადაცემა მაგათოთ, მაგრამ ეხლა მე ერთი რაც მინდა ამ საზოგადოებას და ხელისუფლებას უთხრა. აი ამისთვის მინდა რომ ეს იყოს დღევანდელი დღის გადაცემის თელი მიზანი. პატივცემულო ხელისუფლებაო, განსაკუთრებით ყობახიძეს ვახლობლობდი მაგ ბიჭთან, რავი თვითონ მე რატო არის, ამლა დინარაძეს დაუჯერა და ან რას მე ვწოდენ საერთოდ ვაფშე. დაუჯერეს ბრიტანელებს და ეხლა გიშველა რა, მამუკა, გიშველა ბრიტანელებმა. რავი, ისინი რავი, რაღაც შაში არ გაგხვიო. დინარაძეზე მაქვს ლაპარაკი. მაგრამ ვეუბნები ყობახიძეს, გიასთან ერთად კამერაში ვიჯექი მამამისთან ერთად, კაცო. ბიჭო, უყურეთ ვეუბნები ყობახ. როცა არის ეგზისტენციური საკითხი, მოდი რა შენს გარდა განცხადება არავინ არ გააკეთოს რა. ყველა საუგრძალე, აი, ყველა საუგრძალე ვინც არ უნდა იყოს. არის ერთი პრემიერ-მინისტრი იმის განცხადება. ეს ერთი რომ არ გამოიყენოს ჩანერგილმა ბრიტანეთის აგენტურამ და ისრაელის მოსადის აგენტურამ ეს სიტუაცია. მეტი რა მაქვს თქვა, წავომეთქი, ან აღმადგინე, ან სახში ლურსმანი იმიჭედა, არაფერი თქვენი აღარ მინდა კაცო. ერთ რამეს გთხოვთ. ეს გააკეთეთ და პირველი, გამოიყენეთ ყველა რესურსი, ნუ მოგერიდებათ. ყველა დგას და ელოდება ამის თქვენგან. გადადგით ეს ნაბიჯი რომ თქვენ არ დაგელაპარაკებენ ეხლა როგორ ბარაკ ერთი სიკეთე შეგიძლიათ ამ ქვეყანას ეს გაუკეთოთ. ყველა რესურსი გამოიყენეთ მეთქი. არის დიდი რესურსი მაგისთვის რომ ეს ქვეყანა იყოს დაზღვეულიც და რომ აი თმის ღერი არ ჩამოვარდეს. თუ არ გააკეთებენ მე ვიტყვი უკვე. ეხლა ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ეთერი
დასასრულს უახლოვდება და მინდა ესეთი კითხვა დავსვა. ძალიან ცუდი კითხვა. თუ აი ის რაც თქვენ თქვით არ შეასრულეს, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში? მოკლედ რო ვთქვათ, აი უნდა გავა. საშინელება რა უნდა მოხდეს? ხო, რა ვიცი. რაც ხდება, აი, რა ვიცი, ყატარში. აგერა გვაქვს ჩვენ შახდენიზის ისენი ტრუბები, არიან სამიზნეებს იპოვიან კაცო. საერთოებია, რავი, 1000 რამეა. 2 მილიონი ფერეიდნელი ქართველია ირანში. კი ბატონო, ისინი ეს გასაგი, ეს უკვე იმდენჯერ გვაქვს ლაპარაკობთ, ჩვენს გარდა კიდე ლაპარაკობენ ტელევიზორებში უკვე. რატო? და ეთი გეხვეწები რა. დებატები იყო ეს, როგორ დამავიწყდა, რომ კიდე ხა მაგით რო დავამთავრებდი და რო წავსულიყავ, გული გამიჩერდებოდა გეუნები რა. დებატები იყო პირველ არხზე. ესე იგი, ორი ეპშტეინელი იჯდა, ერთი, მეორე, გახარია იყო და მეორე კონსერვატორი იყო. ბიჭო, ანუ რისი თქმა მინდა, იცი? სახელისუფლო მხარე უმტკიცებდა, ეს მინდოდა. სახელისუფლო მხარე უმტკიცებდა ორს, რომ მიწების გაყიდვა არის, ესე იგი, ეს დიდი ეკონომიკა, ანუ შენი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიას რო დაერქვას, ყოფილი საქართველოს ტერიტორია, ეს არის ინვესტიცია და კარაქიანი პური, შაქარმოყრილი. და თქვენაო, ხართო იქით ხარცევნებოდა ჩამორჩენილი რაღაცა აი ცერას დახოდნენ ფობებიო რაღაცებიო. აი უყურე რა მე რო ვამბობდი აქა. აი ამ ორის გამოვიო, რამე რომ მოხდეს. აი ამ ორის გამო მე უნდა წავიდე მოკვდე, რომ ამათმა მე ეს მიწები გამიყიდო? კიდო კაი, მაგას ვერ ასწრები. იქამდე არაფერი არ ეთქიდა, ჩემო ჯახს, მაგათ მაგ ინვესტიცია განახორციელონ. აგერ თქვენ და აგერ მე. ჯერ ხო ხაი არ გამიკეთებია. აქეთ არ ქონდეს საუდის არაბეთში ინვესტიცია შესატანი. აქეთ არ დაჭირდეთ მაგათ. მაგრამ უყურე რა. აი მაგათ რომ წარმოუდგინეთ, ესე რომ განვითარებული იყო სიტუაცია. მე ქართველმა კაცმა აი ამ ორი კაცის გულისთვის და ამათ შთაომავლობის გულისთვის და მეომა, რომ მე მოვიდნენ და არაბებთან ერთად და ყვავილები დამიდონ რაღაცა იქა საფლავზე, უცნობი ჯარისკაცი. აი ამ კატეგორიას ხალხი ვერ მიიგებდა, კაცო, მაგათმა იომო ნაცი. ამიტომ მე აი აღარ ამწყინდა თუ რამე ცუდი ხდებოდა ამ ქვეყანაში, რატო იცი, ჩემი აღარ იყო. აი ესეთი კატეგორიის ხალხის ვეღარ ეუბნებოდი მე ხალხს რომ ბიჭო არ წახვიდეთ ამ ქვეყნიდან. რატო ესენი მიყვარდნენ, რომელიც ესენი მილიონერები მიყვარდნენ, არაბები, პაკისტანელები, რავი, ესენი მიყვარდნენ, რატო არ უნდა წავიდეთ პროსტომით? რა არის ჩემი აქა, კაცო? ეს რო არ დაწყებულიყო ეს პროცესები, თორე ეხლა მე მგონი გადავჭით რა, 70% გადავჭედილი ვართ. იქამდე არაფერი არ ეთქინეთ, აქ ამიტომ ვეუბნები, ეხლა ის უკან დავბრუნდები. და კიდევ ერთხელ ვეუბნები ხელისუფლებას და რავი, თქვენი ნება მე რა თქინეთ ის გააკეთეთ, კაცო. გამოიყენეთ რესურსი. დროზე გამოიყენეთ რესურსი. უკვე ხელში სამოსულები ხართ და რა ვიცი, თქვენს გარეშე არ მოხდეს რაღაცები, მე და აქ პროცესი. თქვენ ამ პროცესს ვერ გააჩერებთ მეთქი, ვერც დაჭერება გიშველათ, ვერც რაღაცის ანტიკორუფციო, მე უნივერსიტეტის რაღაცებიო, მე ფასებიო, მე რაღაც სიგიჟები. ეს პრობლემა მაინც ხო გეუბნებოდით, მოდის, მაინც მოვა. კიდე ერთი კვირა რო გავა, ნახე კიდე როგორ უფრო მძიმედ იქნება სიტუაცია. უფრო და გართულდება, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩემზე კინო ბრაზდებით, კაცო. მივხედოთ მეთქი, რას გთხოვთ. გამოიყენე რა შეკაედამოიშლო. აი პრემიერ-მინისტრს თუ გეუბნები. გამოიყენე რესურსი. არის მაგის საშუალებაც. თუ არა და მოიფიქრონ უკეთესი. უკეთესი აღარ არსებობს. და გააკეთონ. არ არსებობს, თქვენ ნოიტყვეთ, არ არსებობს სხვა. ფაქტი ერთია. ან ამერიკა, ან რუსეთი. ამერიკა ვნახეთ რაც არის, ფაქტია. ნახეთ ფაქტები. ფაქტები რომ გავიდა, დატყდა აქედან. იქიდან? დარჩა ერთი. რა ვიცი. და სანამ კიდე ამის სანამ კიდე ფანჯარა არსებობს. სანამ კიდევ არსებობთ ქართველები. დიახ, ან 1.700.000 კაც რაღაცა შეიძლება პროცესი გაჩერდეს გენოციდის. შეიძლება არ ვადასტურებ.
ისიც თუ დაგვთა ხდება იმ პირობაზეც. იმას სტრატეგიულად აწყობს და მიტომ. და დაგვთა. რა თქმა უნდა, ეხლა მოვაწყობს იმის თანა უნდა. ეხლა მთელი პიტკი ეხლა, კაცო, აი ეხლა თუ არის. იმ ხმა არ უნდა, აი პირდაპირ გეუბნებით. ხმა არ უნდა დაუწყო ლაპარაკი, რომ აი აფხაზეთის ამწუხ არაფერი. თვითონ იცის შენ რა სტრატეგიულ იმას თავაზობ. იმას შენი თქმა აღარ ჭირდება, კაცო. იმას უკვე თვითონ აღარ უღირს სეპარატისტული რეგიონები მე აქა. ფეთქებადი სიტუაცია მე თვითონ აღარ აწყობს, იმიტომ რომ სხვას კი არა უფეთქებს, თავის თავს დაუფეთქებს უკვე მე. ყველაფერს მომალაპარაკებთ რა. გასაგებია. მოდით დღეს დავამთავროთ გადაცემა. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჯერჯერობით კარგად არაფერი არ იქნება. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომელიც გაყიდვა არ შეიძლება. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ აი ამაზე.